ილოცავთ ქრისტეს აღდგომას. და გავგადნიერდები და სახარების შესახებ, დღეს წაკითხული სახარების შესახებ ვილაპარაკებთ. თუმცა კადნიერება რა შუაშია, ეს მევალება კიდევაც. ასე იყო ქრისტესთან, როდესაც ის თავის მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა, ერთი ჭაბუკი მივიდა და ასე უთხრა, როგორ უთხრა? მოძღვარო სახიეროო, ხო? და იესო ქრისტემ აი ამ სიტყვაზე პროტესტი გამოთქვა, რომ არასწორად მომმართებო, სახიერით მხოლოდ მაღალი ხმეთი მოიხსენება. მაგრამ დაუკვირდეთ თვითონ სიტყვა სახიერის მნიშვნელობას. სახიერი სიტყვა სიტყვით და თავისი შინაარსი ნიშნავს გარეგანი ფორმის მქონეს, რასაც სახე აქვს და რაც იხილვების და ფორმა აქვს, გარეგანი, ფერი, სუნი და ასე შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ გმირებს, ხოლო ვიცი ჩვენ საფრთხო მოდით, რომ ღმერთს სახე არ აქვს, ღმერთი უხილავია, წარმოუდგენელია, წარმოუსახულია, ვერაფერს ვერ შეადარებ მას, ისეთია ვერი. მაშინ რაშია საქმე? რასაც სახე აქვს, გარეგანი, ქრისტემ გვითხრა იმაზე ნუიტყვითო სახიერს, არამედ სახიერიო უწოდოთო იმასო, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ. რა საიდუმლოა აქ? არაფერი განსაკუთრებული. სახიერი სიტყვა, როდესაც ითქმება, ამ დროს იგულისხმება სინამდვილეში ის, რაც მართლაც რეალურია. ის, რაც ხილული არის, ყველაფრის ამის საფუძველი რაც არის, ის იგულისხმება და ყველაფრის საფუძველი საწყისი ღმერთია და თუ რაიმე არსებობს და თუ რაიმე არის რეალური, არაპირდაპირი გაგებით ხელშესახები თუ კი რაიმე არის, ეს ღმერთია. რადგანაც ასე ითქმის ღმერთზე, ყოველთვის იყო ერთადერთი და ერთადერთი მხოლოდ ღმერთი. ეხლაც არსებობს ერთადერთი მხოლოდ ღმერთი და იქნება და იარსებებს ერთადერთი მხოლოდ ღმერთი, რომელიც ჩვენი თვალისათვის, ჩვენი აღქმისათვის აღუქმელია და უხილავია და არ არის სახიერი, მაგრამ რომელიც სინამდვილეში ყოვლად სახიერია და სინამდვილეა. აი ჩვენი მიზანი, რელიგიის მიზანი, ქრისტიანობის მიზანი, რომ ჩვენთვის ქრისტიანთათვის ყველაზე მთავარი და ერთადერთი მიზანი ღმერთთან მიახლება, მის და მიმსგავსება, როგორც ის არის სრულყოფილი, ისეთივე სრულყოფილების მიღწევა მიზნად უნდა დავისახოთ. და ეს მოხდება სწორედ იმ საშუალებით, იმ ხერხებით, რომელსაც ქვია უარყოფა ყოველივე ამ ქვეყნიურისა, საკუთარი თავისა, საკუთარი მიწიერი ხელშესახები არსებისა, საკუთარი პიროვნული, ხორციელი ამ ქვეყნიური პიროვნული განზომილებისა და რაც უფრო მეტად მოახერხებთ ამას, ამ ქვეყნიურის საკუთარი თავის უგულებელ ყოფას, მით უფრო მივეახლებით ღმერთს. პირდაპირ პროპორციულია ჩვენი სულიერი წინსვლა ჩვენს მიერ ამ ქვეყნიურის იგნორირებისა, უგულებელ ყოფისა და საკუთარი თავის მიმართ უფალმა გვითხრა, რომ ეს შენი საკუთარი თავი, ეს შენი მიწიერი დაცემული ბუნება, ეს შენი დაცემული სული, პიროვნული სული, ამ ქვეყნიური სული წარიწმიდებო. განადგურე მოსპე და აღგავი პირისაგან მიწისო. და ეს არის საყოველთაო მოწოდება ყველა ჩვენთაგანისათვის. და ეს იმიტომ ითქვა ჩვენს მიმართ, რომ სწორედაც რომ ჩვენ ყველანი, თითოეული ჩვენთაგანი მდიდრები ვართ, არა მხოლოდ რაღაც ქონებით, ბანკში ფულებით და უზრალ-მოძრავი ფასეულობებით, არამედ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ღარიბნი, მატერიალური თვალსაზრისით უქონელნი, მაგრამ გვქონდეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, გვქონდეს დიდი ინფორმაციული ცოდნა დაგროვებული, რომლითაც ჩვენ შეიძლება დიდად ვამაყობდეთ
თავი მოჰქონდეს, თავი დიდ მცოდნეთ და დიდ ვინმეთ მიგვაშდეს, რადგანაც სხვადასხვა დარგში მეცნიერებისა დიდ მცოდნეთ მიგვაშნია თავი. პირველები ვართ და მდიდრები ვართ ამგვარად. ზოგი გვარიშვილობითა ვართ მდიდარი. ზოგს ჩვენი ეროვნული მიკუთვნებულობა გარკვეული ერისადმი გვეამაყება და ამას ვერ თმობთ. ზოგს თავისი მამაკაცობა ეამაყება და მამაკაცად რომ გავჩდით და გავგვაჩინაო მერთმა და შექმნა, ამას ვერ ველავით. ზოგს თავისი დედაკაცობა და დიაცობა უყვარს და ამას ვერ ველავით და ვერანაცვალებს ღვთის დიდებას, საკუთარი სულის ხსნას და მრავალი არის ხელჩასაჭირი ჩვენში, რომელიც ჩვენ პირად ღირსებას მიგვაჩნია, დიდ სიმდიდრედ მიგვაჩნია და ასეთი სიმდიდრეები და ფასეულობები წინამძღვრში დიდი და გადაულახავი წინააღმობა არის საფრთხო გზაზე. ამიტომ გვეუბნება ხრისტე სხვა ადგილზე, რომ ეს თქვენი თავი, რომელიც თქვენ ასე გიამაყებათ და მოგწონთ, უნდა მოსწოთ და გაანადგუროთ და უნდა მოაგვდინოთ. რადგანაც თუ დიდარი იქნებითო, თქვენი პიროვნული ღირსებებითო, ვერაფრის დიდებით ვერ შეხვდათ სასופველში. უმალ აქლე მიგაძვრებაო, ნემსის ყუნჩიო, ვინემ დიდარი შევა სასופველში. და კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით წყალში, საცე მაგალითს იმისათვის, რომ ჩვენ გვეხება ეს ამ პარტავან ადამიანებს, უბიც ადამიანებს, საკუთარი ცოდნით, რომ ვართ მდიდარი. რაც უფრო მეტად ვამაყობთ რაღაც გარკვეული საკუთარი ცოდნით, მით უფრო უბიცები ვართ, რადგანაც ქრისტეს ეს სიტყვები ვერ გაგვიგია და მიგვაჩნია, რომ აი ის ქონების მდიდარი ადამიანი არის დაბრკოლებული და ჩვენ გარკვეული ცოდნით აღჭურვილები უკვე სასופველის კვიდრები და იქ დამკვიდრების კანდიდატები ვართ. სწორედ აქ არის შესწავლა, რადგანაც ამ ქვეყნიური მატერიალური სიმდიდრით მდიდარ ადამიანებს იოფალი იესო ქრისტე იოლად მოაქცევს. რაც გინდა დიდი სიმდიდრე გქონდეს, თქვენი ქვეყანა რო შენ გეკუთვნოდეს, სულ ერთ წამში წაგართმევს ყველაფერს, გაგინადგურებს. რადგანაც ამ ქვეყნიური მატერიალური ფასეულობები ჩერჩილის მეერ შეიქმნება. იმ მიწას დაგართმევენ, იმ სახლკარი დაგინგრევენ, დაინგრევა. ბანკში ფულები ეხლა ხაზრო ჩვენ წინა ახლა ხაზრო მოხდა, რამდენს ქონდა ბანკში ფულები შენახული. ჩვენი მანანა გაიხსენეთ, მთელი ცხოვრება აგროვა, იქნებ სახლი ვიყიდაო და მოხდა რაღაც ისეთი რა, რომ დაასწოვეს ხახამშრალი. ამდა დედაჩემს გავიხსენეთ. ომის შემდეგ თქვენ გახსოვთ, რომ ქვეყანა რო ფეხზე დაეყენებიათ, ობლიგაციები გამოუშვეს. ანუ ხალხისგან ფული ისესხა სახელმწიფოს. და მახსოვს დედაჩემი ხშირად იმეორებდა ხოლმე. ამ თავრობას ფული რო ვასესხე, რატომ არ მიბრუნებსო? მანანას დარჩა ხახამშრალი. აგროვა ბანკში ფული ვისაც აქვს, არ არის მყარი, გინდაც ის ფული შვეიცარიის ბანკში კონდეს შენახული. არ არის მყარი. შენ თვითონ შეიძლება გახდე ისეთ მდგომარეობაში, შეგექმნა ესეთი მდგომარეობა, რომ არაფერში არ გამოგადგეს ისინი ფულები. ჩავარდე ისეთ მდგომარეობაში, ანავად გახდე და ვერაფერი ვერ გშვერდეს. რა თავში იღლე და ბანკში ჩეკი რო გაქვს, რომლის მიხედვითაც გეკუთვნის სადღაც რაღაც ფულები. რა ზიგზიგება? იოლად განგიქარებს აი ამ ყალბ წარმოდგენას შენს თავზე, რომ დიდარი ვარ, უფალი. მაგრამ იმით ყოყოჩობას და სიამაყეს და ამბარდონებას, რომ ცოდნითა ვარ ახსავსეო, გონება მაქვს ძლიერიო. ხო, აი ეს ძალიან მოდიახმე საფრთხე. აი ეს თითქმის შეუძლებელია, თუ თვითონ ადამიანი არ მოეგება გონს და არ მიხვდება, რომ მისი ეს დაგროვილი ცოდნა მხოლოდ ნაგავია, ჭუჭყია და დამაბკოლებელია. ციწმინდის გზაზე, თანმძაბლობის გზაზე, უბრალოების გზაზე, გამართობის გზაზე და ჭეშმარიტი ყოვლისცოდნეობის გზაზე, ჭეშმარიტი ცოდნის გზაზე. დამაბკოლებელია ეს თქვენი საცოდავი საუნივერსიტეტო ცოდნა, საუნივერსიტეტო და საინსტიტუტო თუნდაც და რა ვიცი კიდე რა ცოდნები არსებობს, ჩვენ რო გვიამაყება და ჩვენ რო დაგვიგროვებია. არ დაგვირვები ხართ ურთიერთობაში, როდესაც წარმოიშვება ხოლმე ფიშპობა და პირისპირება, უმთავრესად ცოდნის
ცოდნით თავგამოდების ნიადაგზე ხდება. არა მეუკეთ ვიცი ეს საკითხი, რომელზეც საუბარია და არა მეუკეთო. და ამისთვის ზოგიერთ ერთმანეთს დახოცავენ კიდევაც. არაფრით არ დათმობენ. არავის არ შეუძლია თავით აიმდაბლოს და თქვას უბრალოდ რომ ეს საკითხი მე არ მესმის. მე არ ვიცი. მე ერთადერთი რამ ვიცი, აი პირადად მე ერთადერთი რამ ვიცი, რომელიც ცოდნაც ყველაზე მთავარი ცოდნა ყოფილა. რომელიც ხატოვნად არის ნათქვამი სოკრატეს მიერ, ხომ არ იცი, ხომ ასია. როდესაც ის ასე ამბობს, მე სოკრატე და ათენელებიო ერთმანეთს ვგავართო. იმითი ვგავართო, რომ მეც უვიცი ვარ და ათენელებიც უვიცები არიან. მაგრამ მე იმითი ვჯობი ვარ ათენელებსო, რომ მე ვიცი რომ უვიცი ვარ და ათენელებსო თავიანთი თავი დიდი ცოდნა და ბრძენები გონიათო. აი ყველაზე დიდი ცოდნა ის არის, ყველაზე საქმიანი ცოდნა ის არის, როდესაც ჩვენს მდგომარეობას სწორად შევაფასებთ, ჩვენს სულიერ მდგომარეობას და მიხვდებით, დავინახავთ ჩვენს დაცემულ მდგომარეობას, ჩვენს გასაზიზღრებულ მდგომარეობას, ჩვენს შერყვნილ მდგომარეობას, გონების გამრუდებას, გზნობათა აშლილობას და მოუთაყველობას. და ეს ყველაფერი, ეს ქაოსი ჩვენში, გაუკუმართება ჩვენსაც ოდავებს დიდ რამეთ მიგვასმია და გვეამაყება. ჩვენი უვიცობა, ჩვენი ღერღენობა და ჩვენი ღმერთობა, რომელიც მდგომარეობაში ვიმყოფებით, უკლებლივ ყველა ადამიანი დედამიწაზე, ყველას გვეამაყება. აი ამაზე გვეუბნება იესო ქრისტე, რომ თქვენ დიდარი ხართო უვიცობით, რადგანაც დიდარი გონია თქვენი თავი, კარგი გონია თქვენი თავი, ლამაზები გონია და ბრძენები გონიათ. და თუკი ჩვენ ეს საცოდავი ხალხი ბრძენები ვართ და კარგები ვართ, დიდები ვართ და აღარაფერი არ გჭირდება, არც გამხდობა გჭირდება, არც სულიერება გჭირდება და მიგვაჩნია რომ უკვე სასუფეველის მკვიდრი ვართო, მაშინ რაღაცა უნდა მიმეცადინოთ. მიღწეული ყოფილა, ისახწევი მიღწეული ყოფილა უკვე. რატომ უნდა მოვიკლო მე ამ ქვეყნიური სიამოვნებები? თუკი მე ვფიქრობ, ესაა ყველაფერი და მისახწევი მეტი აღარაფერი. აი რითი ვარ მდიდარი. შენ წარმოიდგინე, თუნდაც აი ქრისტეს ამ სიტყვებს რომ ლაპარაკობ, ეს იმდენად მნიშვნელოვანია ღვთისათვის, რომ როდესაც საღვთოდ მეწყვილებთ, როდესაც ლოცულობთ და თავის სიტყვებს აღმოთქვამთ და მით უმეტეს ტაძარში როდესაც ვართ, ამ დროს, ამ პროცესს, ღვთის მეტყველების პროცესს თან ახლავს საღვთო ძალთა მოზღვავება, სულის მიდის მადლის მოზღვავება, დაგროვება და გავრცელება, ზეგარდამოვლენა ზეციდან, სულის მიდის მადლის ცეცხლისა და წირვის პროცესში, როცვის ნებისმიერი სახის პროცესში ეს ხდება ხოლმე. ამიტომ არის კარგი ლოცვა ტაძარში და ამიტომ არის ლოცვა კარგი საკუთარ სალოცავ ოთახში, სადაც შენ უკვე ლოცვის მადლი დაგიგროვები. მაშ ვეცადოთ, როგორმე გავღატაკდეთ, გავუბრალოვდეთ, დავდაბდეთ და ვაღიაროთ ჩვენი წამხდრობა, რომ დაიწყოს ჩვენი აღმასვლა, წინსვლა, აღმაფრენა, სულიერი სრულყოფის გზაზე დადგომა. ამინ.